დატოვეს ბავშვი თავის გასაჭირთან. თავისით მოვიდა გონზე. ამდენი ბავშვი რო იყო ალბათ მაგიტომაც ვერ დავინახეთ და რა ვიცი, ალბათ მშობლებმაც ვერ დაინახეს. სიმღერის დროს ანუ რაღაც ხმა გვესმის რა, მაგრამ ხმარისია ვერ ხვდებით. და ერთ-ერთი მოდის გუნდიდან ბავშვი ტირილით კანკალით და მეთქი მარიამ რა იყო რატო ტირი მეთქი და მანკაცუდად გახდაო და მეორე ძალიან ვინერვიო და ბავშვი კანკალებდა. ვაიმე კარგი მეთქი რა დამშვიდდი ეს ბავშვი გავუშვი და მე გავარდი ახლა ბავშვი რო გაიგებს სუდად გახდაო აი შევიშალე. ხედავ მშობლებს მოყავთ თერული წყალი უჭირავს ხელში რაღაცა ისეთი გაფიცრებული შეშინებული თვალებით ბავშვი. მეთქი რა მოხდა რაღაცები ასეო მშობლებმა მითხრეს გული წასულიაო ჩაკეციაო გული წასულიაო. ახლა ჩაულებრი ნორმალურად მივეფერე კაიდე და არ შეგეშინდეთ ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცა თუ ეხლა რას წარმოვიდგენთ იქ რომ არავინ არ აღმოუჩენდა დახმარება გონია რომ დახმარება აღმოუჩინეს ანუ ეს ამხელა დავარდნის ხმა როგორ უნდა გამორჩენოდათ ხო ხმა იყო ბავშვები შეჩოჩქოდნენ უცებ მაგრამ თითქოს აი შიშით რომ ვაიმე ეთერი არ გაფუჭდეს და მითითებით რომ ბავშვები რაღაცა ისე ღიმილიანი სახით უნდა ემღერათ ისევ შიშით ბავშვებმა შიშით ისევ გასწორდნენ რომ რაღაცა არ გავაფუჭოთ ამაში მე ვერ დამარწმუნებ რომ ეგრევე წამოჩნდა ბავშვი ანუ 15-20 წამი მაინც ყველაზე მცირე 15-20 წამი მაინც ჭირდება რომ გონზე ანუ სიცხე წავიდეს თავისკენ და მოვიდეს ბავშვმა თვალი გაახილოს მე ბავშვი იწყებს გაბრუებული ვერ ხვდება რა მოკლედ არაფერი არ ახსოვს ანკატრო ეკითხები როგორ წაიდეს ეს არ მახსოვს მხოლოდ რომ თვალი რომ გავახილეო მუცელზე ვიწეკიო თავქვეშ ხელი მქონდაო და ბავშვების ფეხებს ხედავდიო და მე ნელ-ნელა წამოჯდა ისევ თავისით არავინ არ ეხმარება და წამოვჭექიო, ბავშვებს დავხედეო და სიმღერაც დამთავრდაო. კი დასრულებით მე ყველა მეფერებოდაო, მოვიძნენო, წყალი დამალევინესო, ხო კარგად ხარო, აი ამას ეკითხებოდნენ და ერთი მაკოცაო ლიზიმო და всё გამოიყვანეს მორჩა. ანუ სურათები გადაიღეს, რაც მთავარია, ხო, სურათები ეს დასრულების შემდეგ სურათები გადაიღეს და მეორე დღეს ეს გაპრიალებული ისა რა ვქვა ვიდეო რო არ ჩანს ბავშვის წაქცევა რომ ბავშვი მთელი სიმღერის განმავლობაში ფეხებშია იქ არ ვიცი წელს ზის რა მნიშვნელობა ბავშვი არის ფეხებში იქ და ისეთი ვიდეო დადეს და იღებენ ნილოცვებს რომ მარტო დატოვეს ბავშვი თავის გასაჭირთან თავისით მოვიდა გონზე გაბრუებული და აი შეშინებული ალბათ ბავშვი ვერც მიხვდა რა მოუვიდა გულწასული ადამიანი ვერ ხვდება რა მოუვიდა კაიხად ჭირდება რომ გაიაზროს ეს ყველაფერი და აი შიშებთან და ამ თავის გასაჭირთან მარტო დამიტოვეს ბავშვი არავინ აი ხელი არ შეაშ სიტყვა არ შეაშველეს რომ ანკა ნუ გეშინია არაფერია აგირავად უბრალოდ სუდად გახდა გული წაგივიდა აი ეს სიტყვა არ უთხრა არავინ იმიტომ რომ ბავშვები თვითონ სტრესში იყვნენ რომ გამოვიდნენ ის მარიამი ისეთი როდა და ისე კანკალებდა ფაქტია რომ ისეთ მდგომარეობაში მოუწია სიმღერა ანუ წაქცეულ ბავშვზე მოუწია სიმღერა გაიმებულს ბავშვი დაისტრესა და ამის გამო კანკალებდა ჩემი შვილს ყველაზე რო ჭირდება და ისეთ დროს რო არ დაეხმარნენ როგორ ვენდო ასეთ ხალხს ანუ ნდობა მაგდა კარგული და გაციებული მათ მიმართ ანუ მე ანუ სცენას რაც უყურე ვიდეოს აი ჩაულებრივ ჩემი შვილის მკვლელობას უყურე ან ჩემთვის ეს შეგრძნება იყო ზუსტად ეს შეგრძნება იყო ყველას დარო ჭირდებოდა ისეთ დროს არავინ არ დაეხმარა და ეს ჩაულებრივი სცენა იყო რომ უყურე ჩემი შვილის მკვლელობას რაიცი იქნება ისე დაარყა ის თავი რომ წამოჯდომაც არ შეიძლება შოქშია ბავშვი და წამოჯდა იქნებ წამოჯდომაც არ შეიძლება იქნებ რა დახმარება ჭირდება ამდენი ბავშვი რო იყო ალბათ მაგიტომაც ვერ დავინახეთ და რა ვიცი ალბათ მშობლებმაც ვერ დაინახეს იმიტომ რომ იქ პანიკა არ ყოფილა ანუ არანაირი გართულება ეთერში არ ყოფილა და მე უკვე რომ მივხვდი და ამ დანარჩენმა ბავშვებმა რო თქვეს იჯდა ეს გოგო წყნარად და ყველანი მივედით როგორ ახალ თქო და ვაიმე კარგად იზახდა და მე ფოტოები გადავიღეთ ერთად და ამიტომ ჩვენ არ მივაქციეთ ესე ამას ყურადღება ძალიან ბევრი ბავშვი იყო გარშემო და
იჯდა ეს ბავშვი რომ მივედით და მშობლები იქ იყვნენ სტუდიაში და ამიტომ რა ვიცი ეხა ის რაც ეხა ამ წუთში ხდება ცოტა გამიკვირდა იმიტომ რომ არავის არ დაგვინახავს თქვენ გულისხმობთ ხო სხვა ბავშვის მშობლებს გულისხმობთ სავარაუდოდ ხო იმიტომ რომ ხო აბა ვიცი მშობლები იყო რა ვიცი საყვარელო სტუდიაში იყვნენ მშობლები და ვიცი ვინ იყო მე რა ვიცი და როგორ შეიძლება ეხა ამდენი ადამიანი გულგრილი იყოს კარგი ერთი ვართ გულგრილი ცუდი ადამიანი 2 3 5 10 20 აი ოპერატორებმა ვერ შენიშნეს მე პირდაპირ ეთერში კადრსაც ხო ვერა დღეს ამაზე ვსაუბრობდით ეთერში ვიყავით და თვითონ ოპერატორებმა როგორ ვერცერთმა ვერ დაგვინახეთო ბევრი ბავშვი იყო და არ მოხდა იმ წუთში დაფიქსირება ამ ბავშვის გადმოვარდნის მაგრამ ბავშვი არ ამგონ მე როგორც ვიცი მერეც კი ვიკითხე უკვე მერე რო წამოვედით იქიდან და მითხრე რომ ბავშვი გარეთაც ფოტოებს იღებდა ჩემთან პირადად ამ ბავშვს გვერდზე ვედექი ფოტოებს ვიღებდით ამიტომ მშობლებთან შექმნილა რაღაცა ეს პრობლემა უშუალოდ მშობლებთან ჰქონდათ კომუნიკაცია ვინმეს ტელევიზიიდან არა ვინმეს ტელევიზიიდან მეთქი უბრალოდ რადგან ხო აბა რა კითხვებს მისვავთ ძვირფასო ჩვენ გქონდა პირდაპირ ეთერი სადაც ხერი ვართ ბავშვებთან ერთად ხო ანუ იქ სიმღერის დროს ანუ ჩვენ ისეთ რაკურსში ვდგავართ რომ ბავშვებს ვერ ხედავთ ანუ გვერდზე გვიდგანან ბავშვები ანუ სიმღერის დროს ანუ რაღაც ხმა გვესმის რა მაგრამ ხმარისია ვერ ვხვდებით მაგრამ რა თქმა უნდა ასე ვთქვათ ყურადღებას ვაქცევთ ანუ ვიხედებით ბავშვებისკენ და ანუ ბავშვების რეაქციას ვაკვირდებით და ბავშვების რეაქციის მივხვდი რომ რაღაც მოხდა ანუ რეალურად ოღონდ რა მოხდა იქ ბავშვის ფეხის დაცემა იყო, წაქცევა იყო, თუ ანუ რისხვა იყო, ამას ჩვენი მომენტში ვერ ვხვდებით რა. მაგრამ რასაც ვაფიქსირებთ არის ის რომ ბავშვები იყურებიან ქვევით და მივხვდი რომ რადგან ქვევით იყურებენ, ესე იგი რაღაც რომელიღაც ბავშვს პრობლემა აქვს, იმიტომ ანუ მივხვდი რომ რაღაცა პრობლემა იყო, მაგრამ მე დავინახე რომ ბავშვი იჯდა იქ. ასე ვთქვათ, იყო ჩამჯდარი რა. ესე იგი, რადგან ჩამჯდარი იყო, მივხვდი რომ ესე იგი რაღაც ბავშვმა შეუძლო ციცნო თავი და ჩაჭდა. შესაბამისად, როგორც კი დამთავრდა ეთერი რა, ანუ სიმღერა როგორც კი მოჩა, მივედით ბავშვთან, მოვიკითხეთ, უკვე ნორმალურად იყო, კარგად იყო. ალის დავალევინეთ, რავი, ჩვენთან ერთად იყო ფოტოებს გადავიღეთ და ანუ შეხედეთ მე რა მოხდა, როცა უკვე გამოვედით ტელევიზიიდან ეს ვიდეო ჩაგვიდოთ ერთ-ერთმა მშობელმა და ეს ვიდეო რომ ნახე ანუ გავგიშდი იმიტომ რომ ეგეთი კადრი რაც ნახე რომ ბავშვი ასე მოწყვეტით რომ ეცემა ანუ ძალიან ისეთი იყო ძალიან საშინელი შესახედი იყო და ეგრევე დავავალე ჩვენს ადმინისტრატორს რომ გადაეგზავნა მშობელთან კადრი იმიტომ რომ ბავშვს შეიძლებოდა ან არ მოეყოლა წესიერად ან დაემალა მშობლისთვის ხო იცით როგორც ხდება ხოლმე რა ეგეც შემთხვევაში და უთხარი რომ გაეგზავნა მშობლისთვის ეს ვიდეო რომ ანუ რამე სერიოზული დაზიანება არ ყოფილიყო იმიტომ რა ადამიანური და რა ადეკვატურია ეს ბრალდება რომ თითქოს იქ მყოფი ყველა ადამიანი არის უგულო არა ადამიანი ისე რომ ბავშვი ძირს აგდია უგონოდ და ყურადღებას არავინ არ აქცევს და იმდენად ზედმეტია უბრალოდ ეს ყველაფერი რომ ანუ რა ვიცი ახლა